მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ, მოვიდით თქვენთან მურიკი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემაა მისი აზრებით თქვენთან დაკავშირებით. გაშლაში გვექნება სამი ვარიანტი, შესაბამისად ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს და ნახულობთ პასუხს. რა თქმა უნდა, ხშირია ხოლმე შემთხვევები, რომ ვარიანტები ებმება ერთმანეთს, გავს ერთმანეთს. ამიტომ, მეორე და მომდენო ვარიანტებს ვეუბნები ხოლმე. რომ სასურველია თქვათ, რომელიმე სხვა ვარიანტს მოусმინოთ, თუმცა პირველი ვარიანტისთვის ესეთი შესაძლებლობა არ მაქვს ხოლმე, ხო? იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება იყოს გაგრძელება, შეიძლება არა, ამიტომ პირველ ვარიანტებს ურჩევ, მაინც რომ მოусმინოს სხვა ვარიანტებსაც. რა თქმა უნდა, ეს უკვე თქვენ სურვილზე არის დამოკიდებული. მაშინ ასეთ ბევრი რო არ ვისაუბრო, დავიწყოთ. გვექნება სამი ვარიანტი, როგორც თქვი, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აი ესე დავალაგოთ და აზარჩევად მარტივი რო იყოს, ფირუზი იყოს პირველი, მეორე მოდით იყოს სპირიტი და მესამე იყოს ვარდისფერი კვარცი. აი ესე გვაქვს სამი ვარიანტი, აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი, შეგეძლიათ სხვადასხვა ვარიანტზე სხვადასხვა პიროვნება ჩაიფიქროთ და ისე უყუროთ. ეხლა გადავდოთ ჩვენ მეორე და მესამე ვარიანტები. ხელი რო არ შეგვიშალოს და დავიწყოთ პირველი ვარიანტი, თქვენც აირჩიეთ ფირუზი. და ვნახოთ მისი აზრები თქვენთან დაკავშირებით. ეს ადამიანი თქვენზე შეყვარებული თუ არა, გრძნობები მაინც აქვს თქვენს ამ ადამიანს თქვენს მიმართ. ძალიან ემოციურად არის თქვენს მიმართ განწყობილი. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ფიქრობდეს თქვა თუ ოჯახურ ურთიერთობაში არ ხართ, ეს მას უნდა თქვენთან სტაბილური ურთიერთობა, ოჯახური ურთიერთობა, სტაბილური ცხოვრება უნდა ზოგადად. თუ ახლა არეულები ხართ, თუ არის რაღაცა გაუგებრობები თქვენთან დაკავშირებით, თქვენს ურთიერთობაში, ესე იგი ამ ადამიანს უნდა რომ დაალაგდეს სიტუაცია და ყველაფერი თავის ადგილას დადგეს, ხო? კი, ნამდვილად ეძებს ეს ადამიანი სტაბილურობას, ნამდვილად ეძებს ეს ადამიანი სიმშვიდეს, მაგრამ ამოგვიდეს ესეთი რაღაცა. არ ვიცი, ეშინი ამ ადამიანს შეიძლება თქვენი წასვლის, რაღაცა აი ეჭვები აქვს თქვენთან დაკავშირებით, რაღაცას ყოყმან აქვს თქვენთან დაკავშირებით, გონია რომ ხელიდან როდესაც გაუსყდები, ხო? არც ის არის გამორიცხული, რომ თქვათ ვიღაცა საუბრობს კიდევაც. რაღაცა ამბები მიაქვს, შეიძლება არასწორედაც მიაქვს თქვენთან დაკავშირებით ამბები და ეს შეიძლება იყოს ასევე კონფლიქტის მიზეზი თქვენ ორ შორის. ანუ სხვისი ბოროტიანები, სხვისი ლაპარაკები, რაღაცა გამოგონილი ამბები, ხო? ვიღაცებს ბოროტულად მიაქვთ ამბები, ან ეჩიჩინები, ან რაღაცას ელაპარაკებიან და იცით როგორ არის, აი თითქოს ცოტა ოდნავ შეყოყმანდა, ხო? რაღაცა ეჭვი შეეპარა თითქოს თქვენში. ძალიან დაინტერესებულია ეს ადამიანი თქვენით, ხშირად კონტაქტში თუ არ ხართ, ეხლა ცდილობს რომ გაიგოს ხოლმე თქვენზე, იქ შეიძლება სოციალურ ქსელში გათვალიერებთ, ასევე იგებდეს ინფორმაციას, ხო? თუნდაც შუამავლების დახმარებით, ხო? რომ აი საერთო ნაცნობები ვინც ყავთ, ვთქვათ, უნდა რომ რაღაცა ინფორმაციები გაიგოს და იცოდეს, მოკლედ უნდა რომ თქვენზე ყველაფერი იცოდეს ამ ადამიანმა, გაკვირდებათ, ჯუმჯუმად გითვალთვალებთ და მაშინაც კი თუ ეხლა თქვენ თუნდაც ერთად ხართ, აი ცალკე მაინც არა, აქ ვიღაცა არის ვიღაცა პიროვნება, ან პიროვნებები, რომელიც თქვენთან ძალიან სერიოზულად ურევს, ამღვრევს წყალს. თქვენს ურთიერთობაში, თქვენს პარტნიორთან ცდილობს ძალიან ნეგატიურად და საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს, ხო? ძალიან დიდ ძალისხმევას დებს ამაში, რომ იცით როგორ არის, აი როგორც ყინულის დედოფალი, ხო? ეს შეიძლება თუნდაც მამაკაცი იყოს, მაგრამ ძალიან ცივად, ხო, სიცივე შემოაქვს აი ამ გარე პირს, ეს არ არის მანდა მაინც რომ ვიფიქროთ რომ საყვარელია, შეიძლება იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ხო, აქ ახლა არ დავწროლმანდებით, იმიტომ რომ საჯარო გაშლა და თან ვარიანტებზე გვაქვს, ხო, და ასე სიღრმისეულად აქ ვერ ჩავდივართ. მაგრამ აი ვიღაცა ტვინს საკმაოდ ურევს, მაგრამ თავარი არის რა, ხო, რა აზრები აქვს მას თქვენთან დაკავშირებით. იცით, ძალიან უნდა რომ თავი გამოავლინოს როგორც მამაკაცმა თქვენთან მიმართებაში, ხო? აი თითქოს უნდა რომ მოძებნოს, აი ეს თავისი
კაცური ადგილი, ხო? ასეთი მამაკაცური ადგილი თქვენს გვერდით, მაგრამ არის აი ეს რაღაცა ეჭვები, რაც მას აი გულს უღრნის, რაღაცა თითქოს ეშინია კიდევაც თქვენი, ხვდებით? თითქოს ეშინია კიდევაც თქვენი. აი რეპეტიციებს გადის, ხო? აი როგორ ვიტყვი, როგორ მოვიქცევი, როგორ გავესაუბრები, როგორ ვიქნები მასთან, როგორ იქნება ჩემი საქციელი, ხო? როდესაც თქვენს გვერდით იქნება, როდესაც თქვენამდე მოვაი. აი რეპეტიციებსაც კი გადის ეს ადამიანი, ძალიან აღელვებულია, ძალიან ეშინია. ესეც უნდა ვთქვათ, ხო? აქ კიდე ამოდის ასაკით დიდი ქალბატონი, ну შეიძლება ეს იყოს მაგალითად დედა, ან შეიძლება ქალბატონი ვიღაცა, რომელთანაც თქვენ გაქვთ ასაკობრივი სხვაობა, ხო დიდი? და ну აი ეს პიროვნება, ну შეიძლება ის იყოს, ხო, სწორედ, რომელიც ესე ურევს მას ტვინს და რაღაც არც თუ ისე საინტერესო, არც თუ ისე სწორი, უფრო სწორედ საინტერესო რაშუაშია, არც თუ ისე სწორი ამბები მიაქვს, ან ძალით აფუჭებს მოკლედ საქმეს, ხო? აი აწვეთებს თითქოს შხამს. რეალურად კი მამაკაცი ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე. ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე, ძალიან უნდა რომ გამოვლინდეს თქვენთან, იყოს აქტიური, მაგრამ აი ორჭოფობს, აი იცით როგორ არის 50-50-ზე, ხო? აი რაღაცის თქმა უნდა, რაღაცის მოტანა უნდა თქვენამდე, ხო? თავისი სათქმელის, თავისი გრძნობების, იმიტომ რომ გრძნობები აქვს ამ ადამიანს. მას გრძნობებით დგას ეს ადამიანი, ემოციურად დგას ეს ადამიანი თქვენთან, მაგრამ აი შეფერხებულია, რაღაცნაირად გაჩერებულია, თუმცა ამას ალბათ გადალახავს კიდევაც, ხო? გადალახავს აუცილებლად, აცალეთ, იფიქროს, გაანალიზოს, გააკეთოს, აი ეს რეპეტიციებს, რასაც გადის, ხო, ამ თავის რაღაცა როლს რო ირგებს, აცალეთ, გაიაროს ეს რეპეტიციები, რაღაცა გამოვლინება აუცილებლად იქნება და მე უკვე მიყვებით დინებას და შეხედავთ რა და როგორ. მთავარი აზრი არის აქ ის, რომ ეს ადამიანი ფიქრობს თქვენზე, ცოტა ეჭვიანობს კიდევაც, აინტერესებს თქვენთან რა ხდება, როგორ ახართ, ყველაფერი აინტერესებს მოკლედ თქვენზე, ძალიან ბევრს ფიქრობს და რაც მთავარია, მას უნდა რომ თქვენს გვერდზე აი ეს თავისი მამაკაცური სიძლიერით, თავისი აი თქვენ რაღაცა ისეთი ნაზი არსება, ქალბატონი და თქვენს გვერდზე ძლიერი ესეთი კედელი საყრდენი იყოს თქვენი. მას ამის სურვილი აქვს. ემოციებიც აქვს, მაგრამ ნუ აი ჯერჯერობით აი ესე ფუქსავთ. კარგით, პირველ ვარიანტებს ველოდები გამომეხმაურეთ, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი ასევე დამიწერეთ კომენტარებში და თუ რეზონირდება თქვენთან, როგორი რეზონირდება, ამასაც თუ დამიწერთ, ძალიან გამახარეთ. გადავედით მეორე ვარიანტზე, ძალიან საინტერესო მეორე ვარიანტი ამაგვივიდა. ეს ადამიანი, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ცხოვრობს თითქოს იცით როგორ აი რაღაცა მარწუხებში, აი გარშემო აქვს შემორტყმული რაღაცა წრე, რაღაც ლაბირინთში არის, როგორც ემოციებით, ისე გრძნობებით, გონებით, ხო, აი შეიძლება არაფრიზო მდგომარეობაში, ხო? ნუ თუ ყავთ სამწუხაროდ ვიღაცებს ისეთი ადამიანები გვერდზე და ესეთი პიროვნება ჩაიფიქრეთ, რომელიც თქვათ სამწუხაროდ ეძალება რაღაც გარკვეულ აკრძალულ ნივთიერებებს, ან სასმელთან მეგობრობს ძალიან ისე სერიოზულად, ხო, აი შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ აი რაღაცა თავის ნაჭუჭში არის, აი ნაჭუჭი არის მოქცეული და ამის იქით რა ხდება, ამის გაანალიზება, ამის მიღება მას არ შეუძლია. ძალიან ჩაკეტილი არის ეს პიროვნება. ძალიან ჩაკეტილია და იცით როგორ ექიმებმა რო იციან, ხო, სტაბილურად მძიმეო. ახვეული აქვს მას ფაქტიურად თვალები. აი დაბრმავებულია, თითქოს ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში არის. შეიძლება სადღაც ითქვას, რომ რაღაცნაირი დეპრესიული მდგომარეობაც არის ამ ადამიანთან, ხო? ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობას აჩვენებს, ვერ ხედავს აი თავისი ნაჭუჭის გარშემო, გარეთ, იქ, ხო? მის იქით რა ხდება.
ძალიან დარდობს და კიდე რა აქ შეიძლება კიდე პრობლემები შეექმნა, არ ვიცი, სამსახურთან, ფინანსებთან დაკავშირებით. მოკლედ, ამ მამაკაცთან პრობლემები არის როგორც პირადში თქვენთან ურთიერთობაში, ასევე მას რაღაცა მატერიალური სახის პრობლემები აქვს. შეიძლება ეს იყოს ვალები. შეიძლება ეს იყოს ვალები, რომლის გადახდასაც თხოვენ, ანუ მოკლედ აქ მატერიალური პრობლემებიც არის, თავის ტკივილი აქვს საკმაოზე მეტი და ბევრი პრობლემა მოაწვა ერთად, ხო? ძალიან ბევრი პრობლემა მოაწვა მას ერთად და ძალიან ნერვიულობს, საკმაოდ ისეთ დეპრესიულ მდგომარეობაში არის. არ ვიცი, ეს თით რა არის? ახლა თქვენ თუ ოჯახი ხართ, ხო? ოჯახური წყვილი ხართ, ხო? ამის იმედი აქვს, ხო, ოჯახში, ოჯახის დახმარების იმედი, ერთადერთი ნათელი სინათლე გონია, რომ მისთვის ოჯახი არის, ხო? შეიძლება მშობლების იმედი აქან თუნდაც, ხო და მეტი არავისთან არ კონტაქტობს და არ მოქმედებს, მაგრამ რეალურად ეს ადამიანი არის მართლა ძალიან ჩაკეტილი. აი ეს შიგნით რა აზრებით არის, ხო? აი არავის არ ოზიარებს, არავის არ ეუბნება. კი ძალიან დიდ ტკივილს ატარებს, ძალიან ბევრს ნერვიულობს და სანერვიულო ამ ადამიანს ნამდვილად აქვს. მაგრამ არ ბოლომდე აი ეს პრობლემები, რომელიც მას აწუხებს, ის განცდები, შეიძლება დავარქვათ, ის ტკივილი, რაც მას აქვს, ეს მას გარეთ არ გამოაქვს. ძალიან ტკივა რაღაც ამ ადამიანს ძალიან აწუხებს და ეს არ არის ერთი პრობლემა. როგორც გითხარით, აი ეს მისი თავი გამოტენილი არის ძალიან ერთდროულად ძალიან ბევრი პრობლემით და გამოსავალს ვერ პოულობს იქიდან გამომდინარე, რომ აი რაღაცა ნაჭუჭში არის, ხო, თითქოს ვიღაცამ ესე სპეციალურად მოათავსა ამ ნაჭუჭში რაღაცა ესეთ დახურულ სფეროში და იმის იქით ვერ ხედავს ვერაფერს და უკვე რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაც არ შეუძლია, ცოტა მომავლის იმედის დაკარგვის მომენტიც აქვს. შეიძლება კიდე ფიქრობს, რომ წავიდეს საერთოდ, ხო, გადავიდეს სადღაც და აქვს ეს ფიქრებიც, მაგრამ მე მგონია კიდე რომ აქ რაღაცა სასმელთან დამოკიდებულება არის, ცოტა ცდილობს რომ გავიდეს. ხო, არაფხიზელ მდგომარეობაში ყოველ შემთხვევაში რაღაცა ძალიან მოუმატა. მეორე ვარიანტებში ძალიან ნათლად ჩანს, რომ ძალიან ხშირად ეს ადამიანი არ არის ფხიზელი და აი ასე ცდილობს აი ამ თავის ნაჭუჭიდან, აი ამ თავის პრობლემებიდან გაქცევას, ხო? თუ გაქცევა ქვია, რა თქმა უნდა, ამას. აი ესეთი მთელი თავისი პრობლემები მოგვახვია თავს. მაინც თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს? რაღაცა კონფლიქტი არის აქ, ხო? რაღაცა კონფლიქტი არის, შეიძლება სამართლებრივი დავაც იყოს აქ, ყველა სიკეთესთან ერთად. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არის, ძალიან ბევრი გაურკვევლობა არის თქვენ ორ შორის. აქ შეიძლება რაღაცას ქონებაც აქვს, სადაო, არ ვიცი, შეიძლება მისი ბრალეულობით რაღაცა დაკარგეთ, ხო, რაღაცა ესეთი დიდი დანაკლისი გამოგივიდათ, ხო, თუნდაც მატერიალური და ამასაც გაურბის, ამისაც ეშინია. ამასაც გაურბის, ამისაც ეშინია. რო კითხო ამ ყველაფრის გადაჭრა მას უნდა, მაგრამ რამდენად შეძლებს, ხო? აი ესეთ მდგომარეობაში სამდენ ნაჭუჭიდან არ გამოვა და აი ეს არაფხიზელი გონებით რამდენად მოახერხებს, ეს უკვე ცოტა ესეთი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხო? მას უნდა რომ ძალიან სწრაფად იმოქმედოს, მაგრამ მისი ენერგია არის ნულზე. აი ეს იგივე არის, რომ დამჯდარი ტელეფონით შეეცადო რომ რაღაცა საქმეები გააკეთო, ხო 1%-ზე რო არის დარჩენილი და სადაც არის რომ გაითიშება, ხო? და ვერც ტენი. აი დაახლოებით ესე არის, აი ენერგეტიკულად, ემოციურად შინაგანად დაახლოებით ესე არის. იცის რომ რაღაცა საქმეები თქვენთან არის, აქვს დასამთავრებელი და გასაკეთებელი. მაგრამ აი რატო აჩვენებს აი იურიდიულ საკითხებთან, მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით რატო აჩვენებს და ისევ არაფხიზელი მდგომარეობა გაქცევა რეალობიდან. რამე არ ვიცი, სამართალდამცავ ორგანოებთან ხო არ აქვს რამე პრობლემა. აი ესეც შეიძლება იყოს, რამეს უკანონოს ხო არ ჩადის. რაღაცით ხო არ არის შეშინებული, ან ხო არ აშანტაჟებენ, ან ხო არ აიძულებენ. არ ვიცი, ხო, ეს ხო მანდამაინც შეიძლება პარტნიორი არ ყავს ჩაფიქრებული, შეიძლება ხანცი შვილი, ძმა, ხო? თუნდაც ქალბატონი ყავდეთ ჩაფიქრებული, ხო? და აი ესეთი სახის პრობლემები ამოდის აქ.
ერთდროულად ამ ადამიანს ძალიან ბევრი ნეგატივი დაეყარა თავზე. აშკარად ამ ადამიანთან რაღაცა ვერ არის კარგად სუფთად, მათ შორის ვერც ენერგეტიკულად, ხო? საინტერესო იქნებოდა თქვათ ისი ენერგეტიკის დიაგნოსტიკაც და იმის ნახვაც რა ხდება, რატო გიჩვენებს ესეთ რაღაცას. აი ესეთი ამბავი რომ მოგვივიდა მეორე ვარიანტში. მეორე ვარიანტებო, ვინც მეორე ვარიანტი აირჩიეთ, კარგი იქნება თუ კომენტარებში დამიწერთ და ასევე თუ დამიწერთ რომ როგორ რეზონირდა თქვენთან ეს გაშლა, ხო? რას ფიქრობთ, ჩემთვის მართლა საინტერესოა და მნიშვნელოვანია. აი ეს მეორე ვარიანტი და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, ვინც აირჩია ვარდისფერი კვარცი და რა მოგვივიდა აქ. ხო? როგორი ცეცხლოვანი ემოციების მამაკაცი ამოგვივიდა. შეიძლება ზოდიაქოს ნიშნითაც იყოს ცეცხლოვანი, ხო? ზოდიაქოს ნიშნის ცეცხლის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი, მაგრამ რაღაცა ინტუიციურად პირველივე არკანიდან რატომღაც არ ვიცი, მგონია რომ პირველი ვარიანტი, პირველ ვარიანტი, მესამე ვარიანტებო, პირველ ვარიანტსაც მოусმინდეთ, რატომღაც მგონია, რომ თქვენ ორივე გეკუთვნით და პირველი ვარიანტები თუ კიდე მოვიდნენ აქამდე და უსმენენ, იმიტომ რომ გაფრთხილებული მყავდა, მე მგონი ესეც სათქვენო არის თქვენთან დაკავშირებით. ახლა ნახეთ რა ხდება მესამე ვარიანტში. არ ვიცი, ქორწინება ჩაიშალა, ან განქორწინებაზე მიდგა საქმე. ძალიან ესეთი არასასიამოვნო ამბავი არის, აქ წყვილის დაშორების ამბავი არის და ფაქტიურად ერთმანეთისგან ჩაკეტილი ხართ, ხო? წყვილი. აქ ერთმანეთისგან წყვილი ჩაკეტილია. შორს ხართ ერთმანეთისგან ენერგეტიკულად დაშორებული ხართ. არა და მისთვის ესეთი ემოციური ქალი ხართ, ხო? ემოციის ქალი, რომელიც მასში ემოციებს იწვევს, გრძნობებს იწვევს, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე, აი მესამე ვარიანტი, აქ პატარა შესწორებას მაინც გავაკეთებ, ხო? კი ვთქვი, რომ პირველმა ვარიანტებმა მოусმინოთ, მაგრამ უნდა დავაზუსტო, რომ ეს არის წყვილზე, რომელიც იყო ქორწინებაში და ეხლა გაშორების პირას არიან, ხო? და ესეთი კონფლიქტური და ნეგატიური სიტუაცია არის, ხო? რომ გაშორების პირას არიან. აი ესეთი ამბავი არის, არა თქვენ წყვილი ხართ, აქ ერთმნიშვნელოვნად არის ესეთ მყარ, სტაბილურ, აი დიდი ხანი წლები რო ერთად არიან, ისეთ წყვილზე საუბარი და ეხლა არის ძალიან დიდი სიცივე თქვენ ორ შორის. ზურგით გახართ ერთმანეთთან, ძალიან ცივად გახართ ერთმანეთთან და ორივე ძალიან ესეთი სერიოზული განცდებით ხართ, ორივე ძალიან დიდ ტკივილს ატარებთ და ორივესთვის მძიმეა. ნუ იტყვით და ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი პარტნიორისთვის ეს სიტუაცია, რაც ხდება, არის მარტივი და ადვილი. ნამდვილად არ არის, ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება მას, რომ ითამაშოს, დიახ, თამაშობს ეს ადამიანი, ასეთ ძლიერ მაგარი ტიპის როლს, იმიტომ რომ აი ეს ადამიანი ძალიან მარტივად ეს მეორე ვარიანტში ამოგვივიდა, ხო, რომ გაურბის რეალობასო, ხო? აი აქაც ესეც რეზონირებს, რაღაცნაირად მაინც ვარიანტები გადაება ერთმანეთს, რომ აქაც ადამიანი ცდილობს რეალობიდან გაქცევას, ხო? ისე რომ არ იყოს ფხიზელი, არ იყოს ფხიზელ მდგომარეობაში და ისე გაექცეს ამ რეალობას. ასევე აქ შეიძლება რომ არის მაგიური ზემოქმედება, ხო? ეგრეთ წოდებული ჯადო, რასაც ეძახიან, ხო? შეიძლება აი ეს ამბავიც იყოს აქ, რომ მაგიური ზემოქმედებაც იყოს აქ. ესეთი რაღაცაც ამოგვივიდა. ნუ რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანზე გაკეთებულია, როდესაც ადამიანზე არის ესეთი მაგიური ტიპის პრობლემები, ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამები, როდესაც არის ადამიანზე, რა თქმა უნდა, ის რეალობას მოწყვეტილია და პრობლემატურია. შეიძლება იყოს ესეც აქ. ვნახოთ, მესამე ვარიანტებო თუ არ ვნახოთ. არა, მოდი. მოდით შევავლოთ. მესამე ვარიანტები გავახაროთ და მაინც შევხედოთ, ხო? დანარჩენზე უკვე უფრო ღრმად რა თქმა უნდა, ძალიან ღრმად მე აქ არ ჩავალ, უბრალოდ ჩვენ შევხედოთ სხვა დასტით. ნუ რამდენად არის აქ შანსი, რომ ადამიანზე გაკეთებული არის, ადამიან თუნდაც წყვილზე არის რამე გაკეთებული, ხო? მოდით შევხედოთ. სამარკანს ამოვიღებ, მეც არა.
ძალიან მძიმე ტვირთს აჩვენებს, ხო? ენერგეტიკულად ძალიან მძიმე ტვირთს აჩვენებს და ეს ძალიან მძიმე ტვირთი ითხოვს რას, ხო? აი ამ ტვირთისგან როცა იხრები და აი ბოლოს არ ვიცი, აი მოსახლეობის გამქობულში რომ უნდა ადამიანს დამალვა ყველაფრისგან და ყველასგან, ხო? და ძილბურანში კი აქ ნამდვილად არის შანსი მისი სამი არკანი თქვი, მაგრამ შანსი ნამდვილად არის იმისი, რომ აქ მაგიური ზემოქმედება ან ეწოდებული რადო არის. ხო, მაინც ესე შევხედეთ. ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ. სულ ვიმეორებ, ვისაც მობეზრებული აქვს ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი ადამიანიც რომ იყოს ახალი ჩვენი მსმენელი, იცოდეს რომ ეს არის საჯარო გაშლა და საჯარო გაშლით დასკვნების გაკეთება, თავში ხელში შემორტყმა და ასე შემდეგ არ შეიძლება აქ უკვე საჭირო არის ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური კონსულტაცია და დასკვნები და მოქმედებები მხოლოდ ამის შემდეგ საჯარო გაშლით მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და გადაწყვეტავთ თქვენი ურთიერთობის, თქვენი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში ბედს. აი ესე ჩემოკარგებო, მესამე ვარიანტებისგანაც ველოდები გამოხმაურებას, იმედია დამიწერთ, როგორ რეზონირდა თქვენთან ეს გაშლა, რამდენად საინტერესო იყო, როგორ გამოვლინდება თქვენთან და ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემს არხზე, რომ უყურებთ ჩემს ვიდეოებს, თითოეულ გამომწერს, ყველას უღმესი მადლობა აქტიურობისთვის. ვისაც არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი, იმედია გამოიწერთ და მოიწონებთ და დარჩებით ჩემ არხზე. ვინც სტუმრად შემოილის ხოლმე, მასაც დიდი მადლობა, რომ შემოისერნებთ ჩემს გვერდზე. მეულებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებ.